დიახ, მეგობრებო, ანკარაში ვცხოვრობ, სახლში ბავშვების მამა ვარ. 25 წლიანი, ექიმი გადახდისა სასწრაფო ექიმად. მუშაობდი. ბოლო 5 წლის განმავლობაში მდგრადი ჯანმრთელი ცხოვრების პლატფორმასთან ერთად ჯანმრთელი ცხოვრების ნაწილების. ერთად მოყვანით ადვილად ჩვენს ცხოვრებაში ჩასმული და მდგრადი ნაწილების. ერთად მოყვანით ვნახეთ, რომ ჯანმრთელი ცხოვრება შესაძლებელია, მარტივია და მდგრადია. დღესაც კი თქვენთან ერთად ვისაუბრებთ ჯანმრთელი ცხოვრების შესახებ შესაძლოა ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენს ეპოქაში. წარმოქმნილი ჩვენი ბავშვობის დროს არ არსებული პრობლემის გადაჭრის შესახებ. ეს რა არის? ვიცით, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტელეფონები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები სწრაფად გავრცელდა და ჩვენ შვილებსაც კი აქვთ ტელეფონები, ტაბლეტები, კომპიუტერები ჩვენს სახლში კი. უამრავი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობაა. 30 წლის წინ, ანუ როცა ჩემი ასაკი 50 წლის იყო, ჩვენს ეპოქაში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებობდა. ალბათ ჩემზე ასაკოვანი მეგობრებიც. ბავშვობაში თამაშობდნენ არა ციფრულ, არამედ სრულიად რეალურ გარემოში, მაგრამ დღეს, როგორც ხედავთ, თითოეული ჩვენგანი, ბავშვები თუ ჩვენ, სახლებში გვაქვს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები და ბავშვები უკვე ვირტუალურ სამყაროში ან ციფრულ გარემოში ან ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე. უამრავი პარამეტრით არიან ზემოქმედებული. დიახ, ანუ სინამდვილეში ცხოვრება, ანუ სიცოცხლე და ურბანიზაციასთან ერთად ბევრი დაბინძურება ჩნდება. ამათ განწყლის დაბინძურება გენების გამოყენებით იციან. არსებობს გამოსავალი და ამ გამოსავალს იყენებენ ჩვენი მეგობრები. ჰაერის დაბინძურება ურბანიზაციასთან ერთად. ხმაურის დაბინძურება, მაგრამ კიდევ ერთი დაბინძურება არსებობს, მაგრამ ვერ ვხედავთ, ვერ ვისმენთ და ვერ უგრძნობთ. ან საერთოდ ვერ ვამჩნევთ. მხოლოდ სპეციალისტებისგან ვიგებთ. დიახ, საბოლოოდ ვიცით, რომ არსებობს ელექტრომაგნიტური დაბინძურება. მაგრამ გამოსავალი რა არის? სინამდვილეში დღემდე ჩვენთვის ეს უიმედობაა. ამიტომ ამ დაბინძურების შეჩერება ყველასთვის საერთო გრძნობაა ვიცი. ჩვენ თითოეულს სინამდვილეში ამ დაბინძურებისგან გათავისუფლება და შესაბამისად ამ დაბინძურების ზემოქმედების აღმოფხვრა საკუთარი თავისა და ჩვენი ოჯახისთვის. გვინდა, მაგრამ როგორ უნდა გაკეთდეს ეს? დღემდე არ გამიგია. დაახლოებით 6 თვის წინ, ან 10 თვეს მიუახლოვდა. როდესაც ახალი გადაწყვეტის შესახებ გავიგეთ ჩემთვის და ჩემი ოჯახის სახელით მაშინვე მოვატანინე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ რეგიონში არ იყო, რა არის ეს? სინამდვილეში ეს არის ელექტრომაგნიტური დაბინძურება, მეგობრებო. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ ელექტრომაგნიტური რადიაცია. მაშე ნამდვილად ელექტრომაგნიტური მობილური ტელეფონები ჩვენთვის საზიანოა. რას ფიქრობთ? ანუ თქვენი მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ელექტრონულად გავრცელებული რადიაციები ჩვენთვის საზიანოა. ამ საკითხზე რას ფიქრობთ? ანუ დაწერთ ჩატის განყოფილებაში. დიახ, ნამდვილად საზიანოა თუ ამ საკითხზე გაქვთ რაიმე გადაწყვეტა. ჩატის განყოფილებიდან თქვენი პასუხების მოლოდინში ვარ, მეგობრებო. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ ეს საზიანოა. საზიანოა, დიახ, მეგობრებო. დიახ, ბატონო ომერ, მე ვიყავ იმავნებელი. მეგობრებო, ეს რასაც ხედავთ, ეს ვიის გამოცემაა და აქ წერია, რომ ელექტრომაგნიტური, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ელექტრომაგნიტური რადიაციების მიერ გამოწვეული ზემოქმედების შედეგად კიბოს, ან გლიომას გამოწვევასთან დაკავშირებული განცხადებაა. მეგობრებო, ეს 2011 წელს გამოქვეყნდა. როდესაც ელექტრომაგნიტური დაბინძურება ამდენად არ იყო. 2011 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული განცხადება აქ თურქულად და ინგლისურად მცოდნეები კითხულობენ. კიბოს თვალსაზრისით რისკის ფაქტორია და გლიომას თვალსაზრისით, მავნეს სიმსივნის თვალსაზრისითაც სერიოზული რისკის ფაქტორია. აქ ხედავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოცემას. მეგობრებო, როგორც ხედავთ, როდესაც თქვენ სახლზე ფიქრობთ, ანუ მობილური ტელეფონი. მაშინ მე ვცდილობ
თქვენი კონდიციონერები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და რაც შეიძლება წარმოიდგინოთ. ელექტრობაში ყველაფერი, რაც მუშაობს. თუნდაც ელექტროშტეფსელი ან ელექტროკაბელები იწვევს ელექტრომაგნიტური რადიაციის გავრცელებას. დიახ, სინამდვილეში, როგორ ხედავთ ჩვენს სახლს, მეგობრებო, ჩვენი სახლი ასეთია. დიახ, როგორც ხედავთ, თქვენს გარშემო უამრავი ელექტრომაგნიტური რადიაცია მომავალში. ჩვენ გვაქვს მოწყობილობები, მაგრამ სინამდვილეში, თუ შეგვეძლო დანახვა, მდგომარეობა ზუსტად ასეთი იქნებოდა, მეგობრებო, ანუ თუ ჩვენს სახლში ელექტრომაგნიტური ტალღების დანახვა შეგვეძლო, მდგომარეობა ასეთი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვერ ხედავთ. ჩვენი ოთახი საკმაოდ ლამაზად და სუფთად გამოიყურება, მაგრამ სამწუხაროდ ეს სიტუაცია გრძელდება. მაშინ როგორც ხედავთ, მეგობრებო, დღეს ენერგიჩის კომპანიის ერთ გადაწყვეტას, პატენტირებულ გადაწყვეტასაც წარმოგიდგენთ. ამიტომ, Engerd სახელით პროდუქტი. როგორც ხედავთ, ეს წითელი სინამდვილეში ფენი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონიც კი სინამდვილეში ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს. როდესაც ჩართავთ სინამდვილეში, ნახეთ ცოტა ხანში ამას. მეხმეთ ბეიდემოს სახით გაჩვენებთ საზომი მოწყობილობით და გარემოში ელექტრომაგნიტურ რადიაციას გაზომავს. ზუსტად ასე, მეგობრებო. თუ ხელთ გაქვთ რაიმე გადაწყვეტა, გარემოში ელექტრომაგნიტური რადიაციისგან დაცვის, შანსი გვაქვს. მეგობრებო, როდესაც ვიხედებით სიხშირის არეალში, სინამდვილეში. აქ არის უსაფრთხო არეალი და თანდათანობით გამა რენტგენი ულტრაისფერი ნათების მსგავსად. ასეთ ფართო პერსპექტივაში ხედავთ რადიო ტალღას. მეგობრებო, სინამდვილეში, სადამდე რენტგენის სხივებამდე, ანუ 3. პირდაპირ მეგობრებო, იონიზაციას არ ქმნის. იონიზებული რადიაცია იცით. უკვე პირდაპირ. ანუ ადამიანს ფიზიკურად ზიანს აყენებს, მაგრამ მის ქვემოთ იონიზაციას არ ქმნის. მაგრამ როდესაც იონიზაციას არ ქმნის მეორე მხარეს, რა შეიძლება ზიანი მიაყენოს, ამას ერთად ვნახავთ. მეგობრებო, კარგი. სინამდვილეში, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა უფრო მეტად ის არის, რაც ხედავთ. ერთი მილსა და ერთი გზას შორის მდებარე ელექტრომაგნიტური რადიაცია. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ამაზე ცოტა ხანში ვისაუბროთ. როგორც ხედავთ, მეგობრებო, აქ ისევ 30-დან 300 მზამდე სინამდვილეში, მზის ფარგლებში რადიაცია ჩვენი სხეულის სიხშირესთან ახლოს არის და აქ ხედავთ, რომ ჩვენი სხეულის ორგანოების სიხშირეებს ხედავთ. ანუ ყველა, როგორც ხედავთ, 30-300 მეგაჰერცის ფარგლებშია. რატომ ვაჩვენე ეს? რადგან თუ თავსებადები ხართ, ამ სიხშირის შთანთქმის შანსი გაქვთ, ანუ შეგიძლიათ შთანთქოთ. ანუ გენიოსის ტვინი 70-90 მეგაჰერცის სიხშირე აქვს, ხოლო ტვინს 72 სხეულს. 62-78 და აქ ხედავთ, რომ დაავადების საწყისი ეტაპი უფრო დაბალ სიხშირეს აჩვენებს. ამ თანმიმდევრობით ბოლოსკენ ერთ ვიდეოს გაჩვენებთ. თქვენთვის მეგობრებო, ვიდეოში სინამდვილეში იგივე. სიხშირეზე ვიბრირებადი ნივთების ურთიერთქმედებაა. ამიტომ ამ დიაპაზონში ვიბრაცია თქვენი. სხეულში შესვლისას, ანუ ვთქვათ, რომ 72 მეგაჰერცის სიხშირე თქვენზე. ზემოქმედებისას ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ თქვენი ტვინი ამ სიხშირეს შთანთქავს. ეს ნახეთ თუ არა, არ ვიცი. ვიდეოს ცოტა ხანში ვცდილობ გავხსნა. ანუ 512 ჰერცის. ვიბრაცია სინამდვილეში 440 ჰერცზე არ ვიბრირებს, მაგრამ 440 ჰერცის ვიბრაციაა. აქ არის რეზონანსის თეორია, რომელიც ვიბრაციასთან არის დაკავშირებული, მეგობრებო. დიახ, ანუ ელექტრომაგნიტური სიხშირის რადიაციის სკანირებისას, როგორც ხედავთ, სინამდვილეში 0-დან 200-მდე ხარჯი შეიძლება მისაღები იყოს. მაგრამ 201 და ზემოთ ყველა სიხშირე სინამდვილეში
მიუღებელია და ეს არის სიხშირის დიაპაზონი ან რადიაცია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამასთან დაკავშირებით, როგორც ვთქვი, პრეზენტაციის შემდეგ მეჰმედ ბეი მის გარშემო სხვადასხვა ელექტრომაგნიტური მოწყობილობების გაზომვას გვაჩვენებს. აქედანაც ჩვენ ყველანი, ჩვენს ხელში მყოფი ტელეფონით, კომპიუტერის, ნათურის ან არ ვიცი, თქვენს გარშემო ყველა ელექტრომაგნიტური მოწყობილობის, რომელი სიხშირის, რადიაციის დიაპაზონში რადიაციას ავრცელებს ერთად. ნახავთ. აქ რამდენიმე სლაიდს გაჩვენებთ. მეგობრებო, ეს სლაიდი სინამდვილეში ამას აჩვენებს. ეს არის კვლევა, რომელიც გაკეთებულია სისხლის მიკროსკოპიით. ანუ, როდესაც ტელეფონით საუბრობთ. 20 წუთიანი საუბრის განმავლობაში, როდესაც სისხლი აღებულია. ეს არის ბნელი ველის მიკროსკოპია. მეგობრებო, სინამდვილეში სისხლის სითხეობა მცირდება. როლო ფორმაცია, რომელსაც ვუწოდებთ უფრო ახლოს მოდის შედედების წერტილთან. თუ ცოტა ხანში ვისაუბრებთ მიგორდის სახელით ცნობილ სიხშირის ნეიტრალიზატორის მოწყობილობაზე, მაშინ ეს როლო ფორმაცია იშლება. შემდეგ, ელიტ ბოსლერი უფრო მოდელიზებულია. მდგომარეობაში მოდის. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კვლევა არსებობს. თვალის სისხლის ნაკადთან დაკავშირებით. აქ პირველ ეტაპზე, როგორც ხედავთ 20 +-1 მოცულობა სისხლის ნაკადის სიჩქარე თვალებში. და როდესაც ტელეფონი გამოიყენება, ან ამ რადიაციას ექვემდებარება, 30 წუთის განმავლობაში ეს 16-მდე ეცემა. მაგრამ, როდესაც მიგორდ ჩართულია, რადიაციის ნეიტრალიზატორის მოწყობილობა ჩართულია, თვალებში სისხლის ნაკადის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ზემოქმედების გარეშე. რადგან მხოლოდ მობილურ ტელეფონზე ზემოქმედება არ ხდება, თქვენს გარშემო ყველა ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე ელექტრომოწყობილობებიდანაც ვრცელდება. ამიტომ ეს სიჩქარე, რომელიც ნორმაზე მაღალია, გარემოში ყველა ელექტრომაგნიტურ რადიაციას მინიმუმამდე ამცირებს. ეს არის ყველაზე საინტერესო კომპანიის მიერ შექმნილი პატენტირებული პროდუქტი. ეს მეგობრები და როგორც ხედავთ სინამდვილეში, რას აკეთებს? საშუალო და მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასმცნდე ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს. და თქვენი ოჯახის და საყვარელი ადამიანების 24/7 არ მიიჩნევს მავნედ. ელექტრომაგნიტური ტალღებიდან ხდება, ანუ დაბალი მოვლა, ანუ ხუთწლიანი გამოყენება კვლავ. ამ სფეროში გთავაზობთ, როგორც ხედავთ, აქ ძირითადი დინამიკა ასეთია. 4 მეტრი რადიუსის მქონე სივრცე. ამავდროულად სახლის გარემოში დახურულ სივრცეში 4 მეტრი რადიუსის მქონე უსაფრთხო სივრცეს ქმნის. მეგობრებო, ღია სივრცეში უფრო დიდ ფართობზე ქმნის. კარგი. აქამდე რაც ახსენი, შემდეგ ნაწილში, მეგობრებო. შეკითხვებს მივიღებ, მაგრამ ამ დროს მეჰმედ ბეი სიტყვას თქვენ გადმოგცემთ. სლაიდს დავხურავ, შემდეგ ისევ გავაგრძელებთ, ხმის ჩართვასაც გავაკეთებთ. თქვენ შეგიძლიათ ხელში არსებული ელექტრომაგნიტური საზომი მოწყობილობით გაზომვები გვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, მასწავლებელო. ახლა კი ხელის კამერას უფრო სწორად სხვა ტელეფონიდან კავშირსაც გავაკეთებ. გამარჯობა ყველას, მეგობრებო. ახლა მასწავლებლის მიერ ახსნილი ჩვენს გარშემო არსებული მოწყობილობების შესახებ გაზომვებს ერთად გავაკეთებთ. ასევე თქვენც პირდაპირ როგორ გავაკეთოთ გაზომვები და ეფექტურად გავიგოთ გარემო ჩვენს ირგვლივ. რადიაციის ტუნელირება ვაჩვენებთ. პირველ რიგში გვაქვს მარტივი დეტექტორი, რადიაციის დეტექტორი. ამას გავხსნით და ამ ორი გაზომვის მიღებას ვეცდებით. აქ, როგორც ხედავთ, გვაქვს ტაბლეტი.
ტაბლეტიდან მომავალი რადიაცია გვაქვს. შეგიძლიათ ცოტა ხნით გააჩეროთ. მეხმეთ ბატონო. დიახ, ზუსტად. მასწავლებელო, ცვალებადობა ანუ 887, 1200 და ასე შემდეგ გაჩვენებს. კომპიუტერზე ცვალებადობები არის. ანუ, უკაბელო, მაუსი. 10 გაზაფხული იყო. მაგალითად, ჩვენი კლავიატურა. 2900 ავიდა კომპიუტერი. დიახ. 200-ზე მეტი მეგობრებო სხეულისთვის მავნებელია. ჩვენი პრინტერი, კიდევ სხვა მონიტორი და ესეც მობილური ტელეფონი. შეგიძლიათ მომაწოდოთ, მაგალითად, მობილური ტელეფონიდან მომავალი სიგნალი ასე ახლოს გაჩვენოთ 2800-დან 1800-მდე. მერკეობს, რადგან გარემოში Wi-Fi ქსელიც არის. დიახ, აქედან ხელით მიახლოეთ ცოტა, ჩვენი მოწყობილობაც ვაჩვენოთ. ჩვენი მეგობრები. ასე. მოწყობილობა ძალიან ბევრი გამოსახულებიდან არ მოიღოთ. ეკრანი ჩანს. დიახ, სულად ვერ ვხედავთ, მაგრამ ხედავთ. გარდით, გამოდი. ცოტა მიახლოე. ორივე კადრში იყოს. ეკრანზე არსებული რიცხვები აუცილებლად დაინახოს. ჩვენი მეგობრების შტეფსელი უნდა ჩავთოთ, მეგობრებო. დიახ, ჩვენი მოწყობილობა ჩაირთო მის წინ არის. ეკრანის განათება. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენი მოწყობილობა მუშაობს. ალბათ ცოტა დაშორდი. ახლა შეხედეთ ჩვენს მონიტორს, პრინტერს, კომპიუტერს, ჩვენს ტაბლეტს, ანუ ჩვენს გარშემო ყველა რადიაციის წყაროს. გვიცავს. ეს 4 მეტრი. გვიცავს. რადიუსის მქონე წრიული სივრცე. ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, როგორც მასწავლებელმა აღნიშნა. ვია სივრცეებში უფრო ფართო არეალში ვრცელდება. ზუსტად ამ წერტილში ეკრანი ჩანს. დიახ, ჩანს. ახლა ნულზე ჩანს. ამ წერტილს ახლოს მივიტანი, რომ განსხვავება ნათლად ერთად განვიცადო. ფსნიპიშინს. მაშინვე, რადიაციის დაცვა. მოხსნილია და ჩვენი გაზომვები კვლავ დაიწყო. ისევ, იგივე, ერთად გავაკეთოთ. ერთად ვუყუროთ, რომ ერთ ეკრანზე იყოს. ისევ, ისინს რომ ვამაგრებთ ჩვენი მოწყობილობა. რადიაციის ტონირების ფუნქციას მაშინვე ასრულებს. არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. არ აქვს რაიმე ხარჯი. მხოლოდ ადაპტორის შტეფსელში ჩართვა საკმარისია. გმადლობთ. კარგი, მეხმეთ ბეი, ძალიან გმადლობთ. თქვენი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. დიახ, მეგობრებო, თუ კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ ჩატის განყოფილებაში დაწეროთ ან მეხმეთ ბეის ეკრანი, ასე. დიახ, ამავდროულად. ღამით ჩუმად სუსტი ხმა, ანუ თავის შიგნით ბზული მესმოდა. ჩემმა მეუვლემ დიდხრათ, მაგრამ თქვა, რომ ასეთი უცნაური ხმა იყო. Wi-Fi-ის გამორთვა მოუწია. ამბობს, რომ სიჩუმეში ეს ბზული გაქრა. ანუ თქვა, რომ სიხშირის ხმა ესმოდა. სევალ ქალბატონო. მობილურ ტელეფონებზე. ვიძინებთ. დიახ, ემინე ქალბატონმა თქვა, რომ თავზე. მობილურ ტელეფონებზე ვიძინებთ. ამავდროულად, მეგობრებო, ხმებს. ვისაც სურს, ხელი აწიოს. ვისაც სურს, თუ ხელს აწევთ, გავხსნი. რადგან მრავალჯერადი საუბარი არ იყოს. თუ ვინმე სურს კითხვა დასვას ან სიტყვა თქვას, შეგიძლიათ ხელით ან კომპიუტერზე მოქმედებებიდან ხელი აწიოთ. მაშინვე სიტყვას მოგცემთ. თუ გაქვთ მოსაზრებები ან კითხვები, შეგვიძლია ვისაუბროთ. ამის. დიახ, ომერ ბეი, შეგიძლიათ ხმა ჩართოთ. ხმა ჩავწე. მე კითხვა მინდა.
რაღაც ვცადეთ, ეს. მობილური ტელეფონების გადაცემის რაღაცებში. არა, play საკრედიტო ბარათი. დიესემ გადაცემის სადგურები ხომ არის. იქ და გაკეთდა. იქ რა მნიშვნელობები არის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა აქ არის სიხშირის დიაპაზონი. ანუ ერთი მზდან, ერთი გზმდეს სიხშირეებს სინამდვილეში თავსებაც ხდის. არ აკრობს, არ ანადგურებს და არ ბლოკავს. მაგრამ, ანუ ერთი დივერზეზე მოთარანაირი ჩარევა არ აქვს. ბატონო, ომრელ, ეს სახლებში გამოყენებული ელექტრომაგნიტი, რომელიც ჩვენს გვერდით ფოფი მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ტალღების საბამისობაში მოყვან. მე სინამდვილეში რაღაც ვიკითხე, მაგრამ კითხვა არ დავსვი. ბოდიშით ახლა ვასწორებ. ახლა ერთი ახლობელი მყავს. ეს დიესემ გადაცემის სადგურები არსებობს იქ მაღალი. სიხშირეა ვამბობთ. ენგორინდის ნაცვლად ამ რადიაციის საზომი მოწყობილობით გაზომვის შესაძლებლობა გქონდათ. დეტექტორით. ასეთი გამოცდილება არ მაქვს. მოდი ვცადოთ. ძალიან მაინტერესებს, რადგან ამ გადაცემის სადგურებში წარმოუდგენლად მაღალი სიხშირე და რადიო სიგნალებია. ვფიქრობ, რომ ეს მიკროტალღური გამოსხივების მსგავსად მაღალია. ეს მაინტერესებს. სინამდვილეში ასია. ამის შესახებ გაზომა შესაძლებელია. არსებობს პროგრამა, სახელად STIR მობილურ ტელეფონებზე. მასზე ანტენის მიერთებით შესაძლებელია გაზომვა. ანუ როგორ გითხრათ, თქვენ სახლში ხართ სადგური, რომელ მხარესაც არის იმ მხარეს, რომ მიაბრუნებთ, შეგიძლიათ ის გაზომები ნახოთ. დიახ, ვფიქრობ, რომ 4 კვადრატული მეტრის ფართობიდან ვიწყებთ. ეს დაახლოებით ოთახის ზომა არ არის. ჩვენს სახლში ალბათ მოწყობილობაა საჭირო, რომ პასუხი გავცეთ. დიახ, ახლა აქ 4 კვადრატული მეტრი არა. სინამდვილეში 4. 8 კვადრატული მეტრი ერთია. 8. ანუ 4, 6 კუბური მეტრის ფართობი მინიმო. ეუგა, 8 კუბური მეტრის ფართობი. ანუ ყველა მენეჯმენტი. ანუ ასე ვთქვა, მე ჩემს სახლში ვიყენებ, მაგალითად, ჩემი სამუშაო ოთახი, ბავშვის ოთახი, ჩვენი საძინებელი მთლიანად ფარავს, მაგრამ სხვა ოთახებში არ აღწევს. სხვა მხარეს არ აღწევს. თქვენი სახლის ზომის მიხედვით შეიძლება 1 ან 2 ცალი დაგჭირდეთ. სხვა კითხვა დასვით. ვომერ ბატონო, ისევ თქვენ გთხოვ. თქვენი ხმა გამორთულია. შეგიძლიათ ხმა ჩართოთ. გმადლობთ. ახლა ეს 4 მეტრი მარჯვნივ, 4 მეტრი მარცხნივ შესაბამისად. 8 მეტრი სიგრძის რაღაც. ეს, როგორც თქვით, სახლში დაახლოებით 2 ოთახს მოიცავს. ანუ შესაბამისად ჩვენს. უფრო მეტად საცხოვრებელ სივრცეში, საძინებელ ოთახში ან სამუშაო ოთახში, როგორც უწოდებთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ. კარგი, თუ ჯერ კიდევ ფართო სივრცეებში კედელი არ არის. უფრო ფართო სივრცეს მოიცავს. მისი ეფექტი. რა თქმა უნდა, ამის გაზომვა გაკეთდა. ომერელ ბატონო. ანუ, ჩვენი ის 4 მეტრი, რაც ვთქვით, თითქმის 8 მეტრამდე გაიზარდა. ანუ, კედლის ან გამყოფის გარეშე სალონებში ეს უფრო ფართო სივრცეა. ამასობაში, დიახ, გთხოვთ. ანუ წარმოიდგინეთ სალონი, ქორწილის სალონის მსგავსად შუაში არ არის სვეტი. კედელიც არ არის, გამყოფი კედელიც არ არის. ანუ თუ სალონის შუაში დავდებთ, ფართო სივრცეს მოიცავს. თქვენ ამბობთ, რომ მთელი სალონი ამ რადიო სიხშირის ეფექტის ქვეშ შეიძლება მოექცეს. დიახ, შეგვიძლია მოვახერხოთ. გმადლობთ, ჯანმრთელობა. ამასობაში შეგიძლიათ ფასის ინფორმაცია მოგვაწოდოთ. თქვა, დიახ, ევროპულ რეგიონში ამ პროდუქტის ფასი 350 ეურო პლუს. ქვეყნების გადასახადები ემატება.
თურქეთში 20% დგა ახლა თურქეთში საფრანგეთიდან. გერმანიიდან მოდის და აქ საბაჟო ხარჯები ემატება. დიახ, ჩვენი მეგობრები, რომლებმაც შეიძინეს უკვე არიან. ყველაფრის ჩათვლით დაახლოებით 2000 ევროს ფარგლებში გამოდის. ამასობაში ზეინებ ჰანიმ. ძალიან მალე ხუთიგ. ზოგიერთი სადგური ხუთიგსთან დაკავშირებით. გარკვეული გავლენა აქვს. ენგარდენზე ჰკითხა. ანუ, ხუთიგსთან დაკავშირებით. აქ ჩვენ არ გქონია გაზომვა, მაგრამ არანაირი გამოცდილება არ გვაქვს. სიხშირის დიაპაზონი. რა არის? ის სიხშირის დიაპაზონი. ხუთი არ მოიცავს. მე კომენტარს ვაკეთებ. თუ ვინმეს იცის, სიტყვას მივცემ. დიახ. თუ ვინმე სურს კითხვა ან სიტყვის აღება, შემიძლია ხმა გავხსნა. დიახ, მეგობრებო, ანუ რა თქმა უნდა, ჩვენ აქ შევაჯამეთ, ინფორმაცია ვაჩვენეთ და შემდეგი უფრო დეტალური ინფორმაციისკენ. თქვენ აქ მოიწვიეს მეგობრებმა, ვინც არ უნდა იყოს ისინი ან რომელიმე. სოციალურ მედიაში ჯგუფებიდან თუ გაზიარებულია. კვლავ. აქ არსებული გზის მიხოლით შეგიძლიათ მეგობრებთან დაკავშირება, უფრო დეტალური ინფორმაციის დოკუმენტი მოითხოვოთ. და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, თუ ამ გადაწყვეტის თქვენს ცხოვრებაში ჩართვა გსურთ, ამ გზაზე ისინი კვლავ დაგეხმარებიან. მათ გაგიზიარებენ, როგორც შეძენის პროცესებს, ასევე გამოყენების პროცესებს. აუცილებლად აქ მიგიწვიეს ან ჯგუფში სოციალური მედიის ანგარიშიდან გაიგეთ, მოხვედით. და ამ გზის შესახებ როგორ გაიგეთ, შესაბამის მეგობრებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ. მეგობრებო, ყველას გისურვებთ კარგ საღამოს. შეხვედრამდე ყველას. ამასობაში კიდევ ერთი კითხვა მოვიდა. გმადლობთ, რომ ყურადღება მიაქციეთ. უგულებელ ყოფილ საკითხს, რას ნიშნავს და ამ მოწყობილობას აქვს გამოყენების ვადა, თქვა ქალბატონმა სევდამ. მოწყობილობის კომპანიის მიერ განსაზღვრული ვადა 5 წელია და თუ გსურთ 5 წლიანი ვადა, ამ რიგს კიდევ ერთხელ ეკრანზე გამოვიდა. როგორც ფასის ინფორმაცია, ასევე მოწყობილობის ვადის შესახებ რაღაც. აქ, მეგობრებო, ეს ევროპისთვის. ფასების განსაზღვრა გაკეთდა ჩვეულებრივ, მოწყობილობის მთელ ევროპაში გაყიდვის ფასი 1350 ევროა. ეს ევროპაში. მოკლე, მანძილზე დაახლოებით 20 евро. 20 იანი გადასახადით ეს ასე გამოდის. მოწყობილობის, მოსალოდნელი, ვადა. ანუ, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წელია. მაგრამ ამ პროცესის პროგნოზირება ახლა უფრო ახალი დაიწყო. თავდაპირველად. აზიის რეგიონში გამოცდილი იყო. იქ. ტესტები ჩატარდა. ის ევროპის რეგიონშიც ბოლო შეგულებაში ჩავიდა. მომავალში ვადა უფრო ზუსტად გამოვლინდება. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მოსალოდნელი ვადა 5 წელია. ახმედ ჰოჯამ თქვა, შეგიძლიათ ვიდეო ჩანაწერი გააზიაროთ. რა თქმა უნდა, ვიდეო ჩანაწერს გავაზიარებ, მეგობრებო. თუ სხვა კითხვები ან სიტყვები არ არის, ჩვენი პრეზენტაცია სრულდება. ყველას, კარგ საღამოს გისურვებ. საღამო ყველას.